გახანგრძლივებაზეა საუბარი და ამ წუთებში ირმა ინაშვილი ბრიფინგს მართავს პარლამენტში. ჩვენ ამ ბრიფინგს ჩავთავთ პირდაპირ ეთერში, შემდეგ უკვე გველოდება საპატრიარქო და დეკანოზის ძმა. ყველამ ვიცით, რომ ხელისუფლება ღიად ცდილობდა საპარლამენტო მანდატების მიტაცების დაკანონებას. ამას ვაპროტესტებდით ჩვენ, ამას აპროტესტებდა მთელი პოლიტიკური სპექტრი და მთელი საზოგადოება. ევროსტრუქტურებმაც მკაფიოდ თქვეს, რომ ეს არ არის დემოკრატია და ეს არის უსამართლობა. ამ ვითარებაში ხელისუფლებას ზნეობრივი გადაწყვეტილება უნდა მიეღო და ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა. ნაცვლად ამისა ხელისუფლებამ კვლავ მოატყუა ქართველი ხალხი და დღეს ჩვენ გვთავაზობს შერეულ საარჩევნო სისტემას და გამოდის, რომ კონსტიტუციის საჯარო განხილვის პროცესი, რომელშიც მე აქტიურად მონაწილეობდი, იყო სპექტაკლი და ტყუილი. მეტიც ხელისუფლებამ ჩუმჩუმად და მზაკრულად პარლამენტში დასამტკიცებლად შემოიტანა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ აკანონებს საარჩევნო უბნებზე ნებისმიერი სახის გაყალბებას. მსგავს უსინდისობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვერასდროს ვერ შეეგუება. დღეს პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ამ პროცესების უკან დგას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. სწორედ მისი დირექტივით მიმდინარეობდა საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი პროცესი და სწორედ ის უჭერდა მხარს ეგრეთ წოდებული ბონუსის მოდელს, რაც პრაქტიკულად ხელისუფლების უზურპაციას ნიშნავდა, რასაც საპარლამენტო სივრცეში და საჯარო განხილვებისას აქტიურად ლობირებდნენ ქართული ოცნების ლიდერები, რასაც ვაპროტესტებდით ჩვენ და მთელი ოპოზიციური სპექტრი. თქვენ გახსოვთ, მე ერთხელ უთხარი კვირიკაშვილს, რომ ის არ მონაწილეობდა სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლაში. და ახლაც ვამბობ, ბატონ კვირიკაშვილს არ ესმის დემოკრატიის ფასი. ღიად ვაცხადებ, რომ კვირიკაშვილი და მისი თანამოაზრეები დღეს ახორციელებენ ხელისუფლების უზურპაციას. და მე კვლავ მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, როგორც ქართული ოცნების ყველაზე გავლენიან წევრს და როგორც საქართველოს ყველაზე გავლენიან მოქალაქეს. სწორედ დღეს უნდა შეასრულოს ბიძინა ივანიშვილმა მისი დანაპირები. დღეს საქმე სწორედ დემოკრატიის რღვევასთან გვაქვს, ამიტომ ივანიშვილი უნდა ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში. რაც შეეხება ბატონ კვირიკაშვილს, მე მას ვაძლევ პირდაპირ რჩევას დატოვოს პრემიერის თანამდებობა. მისი პრემიერობისას ქვეყნისა და ხალხისთვის სასიკეთო ძვრები არათუ არ მომხდარა, არამედ მასობრივად გაღატაკდა მოსახლეობა. უსამართლოდ უხსნიან შემწეობას ისედაც ღარიბ ადამიანებს. გაიზარდა დაუსაქმებელთა რიცხვი. მოქალაქეთა დიდი ნაწილი დარჩა უსახლკაროდ. არავის ესმის ხალხის ხმა და არავის ესმის ხალხის ტკივილი. არც იპოთეკარების, არც საფინანსო კომპანიების უკანონო მოქმედებების შედეგად დაზარალებულების, არც პენსიონერების, არც მრავალშვილიანი ოჯახების, არც ომის ვეტერანების, არც დევნილთა პრობლემების რეალურ გადაწყვეტაზე ქვეყანაში პატრიოტთა ალიანსი ბოიკოტის რეჟიმშია. ირმა ინაშვილის ბრიფინგს უსმენდით ახლა პირდაპირ ეთერში. რჩევა კვირიკაშვილს დატოვოს თანამდებობა. ის მიმართავს ივანიშვილს როგორც ყველაზე გავლენიან პირს ოცნებაში, რომ ჩაერთოს პროცესებში. დღეს ის საკონსტიტუციო პროცესის უკან დგარ პერსონად სწორედ მოიაზრებს პრემიერ კვირიკაშვილს. არადა მინდა მაყურებელს უთხრა, რომ პრემიერი კვირიკაშვილი არც ერთ ეტაპზე სხვათა შორის ღიად არ ჩარეულა და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდანაც არსებობდა შენიშვნები, რომ კვირიკაშვილი აი ამ მნიშვნელოვან პროცესს არც ერთი პოლიტიკური განცხადებით არ გამოხმაურებია და ავანგარდში ამ პროცესების იყო პარლამენტის თავმჯდომარე და ის იყო მთავარი სპიკერი ამ თემაზე საუბრისას.
ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ბონუს მოდელს სწორედ კვირიკაშვილი უჭერდა მხარს, რომ ამ პროცესების უკან დგას სწორედ კვირიკაშვილი, რომ კვირიკაშვილს არ ესმის დემოკრატიის ფასი, რომ ისინი ახორციელებენ ხელისუფლების უზურპაციას, რომ კვირიკაშვილმა უნდა დატოვოს პოსტი, ეს არის მისი რჩევა. ირმა ინაშვილი იქნება საღამოს გადაცემის სტუმარი პოლიტმეტრის, ასე რომ უფრო მეტს მისი პოლიტიკური განცხადებების შესახებ თქვენ გაიგებთ ნინო ჟიჟილაშვილის პოლიტმეტრიდან. ახლა კი შეხვედრა საპატრიარქოში ადვოკატების გარეშე დეკანოს გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები თითქმის ერთი